ადამიანია, ეს არის ყველა ნიჭიერი ადამიანის ტერაქსატ პოეტის კომაგი და პოპულარიზატორი საქართველოში. სწორედ მისი წყალობით ჩამოვარდა ხელში და გავეცანი პოტენციალს. მართალი გითხრათ დავჭი სასიამოვნოდ აღფრთოვანებული და გაუგნებული და ეს გაუგნება გამოწვეული იყო იმ თავისუფლებით, რომელიც ჩანს მის ლექსებში. თქვენ ცხადია, აქაც მოისმინეთ ისეთ სიცნობის შემოქმედებას აღიქვება. ნახავთ, რომ როგორი თავისუფლებით წერს იგი ლექსს, როგორ მისთვის არ არსებობს ჩარჩო, მისთვის არ არსებობს ზღვარი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მასში ძალიან ძნელად ამოიკითხება სხვა ხმა, წინაპრების ხმა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც რისკენად ჩვენ მივხვდით და რასაც უნდა მივახცევთ. წერალი და პოეტი უნდა იყოს ინდივიდუალური, იგი უნდა იყოს გამორჩეული, ისეთი როგორც მე გააჩინა, ერთადერთი, უნიკალური და სწორედ ამას ვხედავთ ჩვენ ცირას შემოქმედებაში. ჩვენ ძალიან ბევრი სასულიერო პერიოდი და ერთი მაგალითი დამახსენდა, ჩვენ თუ გავიხსენებთ ჩვენს ეკლესია მონასტრებს, ძველებს ცხადია, ჩვენ ნახავთ როგორი უნიკალურები არიან ისინი, როგორი გამორჩეულები, როგორი ინდივიდუალურები, რომელიც არ უნდა გავიხსენოთ, ეხლა ჩვენ მივხვდით, რომ ისინი ერთმანეთს არ გვანის, ისინი სრულიად განსხვავებული არიან და მომიწყენთ იმისაგან, რაც დღეს შეიძლება. იმიტომ რომ ის, რაც დღეს ძალიან მომრავლდა ქალაქში, ყოველ შემთხვევაში არ გამოირჩევა ინდივიდუალიზმით. ჩვენ დავკარგეთ, ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ინდივიდუალურ აზროვნებას, ყოველ შემთხვევაში დავკარგეთ მას შემდეგ, რაც რუსეთის, ესე ვთქვათ, ორბიტაზე აღმოჩნდით, ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც აკეთებს კაკადომიცი და თავის შემოქმედებაში, ეს არის ერთი ძალიან ამაყად აღმართული ინდივიდუალიზმის ალამი თქვენს შემოქმედებაში და მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ იმისთვის, რომ თქვენ საკუთარ თავში შეცვალეთ ის, რაც ჩვენ მთელ სამყაროში, მთელ ქვეყანაში გვაქვს შესაძლებელი.